რატო აირჩია გლობალურმა კომპანიამ NVIDIA-მ ჩვენი მოძმე სომხეთი, გულოცავთ ცხადია, არ გვწყინს თეთრი შურით გშურს და რატო არ აირჩია საქართველო. და ზოგადად ეხა NVIDIA-ს თემა მე მინდა რომ კრეფსითად განვიხილოთ, ეხა მარტო ერთ კონკრეტულ კომპანიაზე არ არის საუბარი აქ, ხო? ანუ მე საუბარი მაქვს გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტებზე. იქ კულუარებში მიდის საუბარი, რომ ჩვენი ასევე მოძმე ქვეყანა აზერბაიჯანი ძალიან მალე გახდება Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენელი რეგიონში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე აზერბაიჯანში არის საუბარი Tesla-ს ქარხნის აშენებაზეც. ეს ჯერჯერობით კულუარებია, მაგრამ გაცხადებული თემა, რაც NVIDIA-ს კუთხით არის დენომინირებული, ხო? ეს უკვე ფაქტია და მოცემულობა არის. ხო, სადავართ ჩვენ ამ შემთხვევაში და რატო ვერ ველაპარაკებით, ეხლა ბევრს შეიძლება გაუჩნდეს პრეტენზია წენაც, რომ ველაპარაკებითო, მაგრამ ჩვენ ხო შედეგები გვინდა. და ლაპარაკით ჩვენ შეგვიძლია, ბევრი. ამიტომაც შედეგი გვინდა ჩვენ და გვინდა რომ ეს ქვეყანა დაპოზიციონირდეს მაღლა ჭეშმარიტად ტექნოლოგიურ ჰაბად. კიდე ერთ პარამეტრს დავამატებ. მივესალმები ჯერ უპირველეს ყოვლისა ჩვენი გადაცემის ძალიან დიდ მეგობარს, ჩემ მეგობარს ნიკოლოზ ალავიძეს. მადლობა რა ნიკოლოზ რომ ხარ ჩვენთან ერთად და ერთ პატარა სტატისტიკას მოვიყვან კიდე, რომ გავფანტოთ გარკვეული წყენები, რომ ეხლა რეალურად ჩასაფრებულის პოზიციიდან ეხლა ვინ და ეს გადაცემა ნამდვილად არ საუბრობს. აბსოლუტურად ეხლა ამაზე ფაქტები მეტყველებს, ხო? მაგრამ აი სტარტაპ ეკოსისტემასაც რო შევხედოთ, იუნიკორნი მილიარდიანი სტარტაპი, ხო? ჩვენ გვყავს 0, სომხეთს ყავს 6. რანაირად, როგორ, ხო? კიდევ ერთხელ ვიძახი, კი არ გვწყინს თეთრი შურით გშურს ჩვენი ძმების, მაგრამ სადავართ ჩვენ და რატო ვერ პოზიციონირდებით სათანადო? რატო ირჩევს NVIDIA კრეფსითად ამ შემთხვევაში ჩვენ მეზობელს და რატო არ გვირჩევს ჩვენ? სად არის პრობლემა, ბატონო ნიკოლოზ? მოგესალმებით სანდრო, პირველ რიგში დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და რა თქმა უნდა ძალიან მიხარია ყოველთვის შენი ნახვა და შენთან სტუმრობა. პირველ რიგში რა თქმა უნდა, ნუ ბევრი რაღაც თქმა შეგვიძლია ხა ჩვენ ამ ჩვენი მოცემულობით პირველ რიგებში, მაგრამ მოდი ორიგინალობას არ გამოვიჩენ თავს და ორიგინალურად და ვიტყვით რომ კიდევ ერთხელ ულოცავთ ჩვენს მეზობლებს სომხეთს ამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს მათი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ვაკვირდებით სომხეთის ბოლო წლების განვითარებას, ამდენ მძიმე გადაწყვეტილებების, თუმცა ქვეყნის მომავლისთვის ძალიან აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება უწევს ქვეყნის ლიდერშიპს, ბატონ პრეზიდენტს, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს, რომელსაც ყველანაირად უჭერთ ხარს და ძალიან ვახარებს ამ ადამიანის ესეთი შემართებას და ბრძოლის უნარიც, რაც კიდევ ერთხელ ის მისი და მისი გუნდის გეგმაზომიერი მუშაობის ნაწილია. ჩვენ ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს. პირველ რიგში ეს ფაქტი, რომ ძალიან მოკლედ შევაფასოთ, არის ძალიან მაგარი ფაქტი, დროშია გაწეული და რაც დაიწყო, მაგარი ფაქტია როგორც სომხეთისთვის და სომხეთის მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენთვის, იმიტომ რეგიონში არის ეს, ანუ ჩვენი რეგიონი მაინც პატარა, მოწყვლადია, რაღაც უფრო მეტნაკლებად, მით უმეტეს მიმდინარე მოვლენებით, კიდევ და კიდევ უფრო აქტიურად ხდება სცენაში ყველას სმენის ჟღერაში და შესაბამისად ძალიან დიდი მომენტია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მაგრად გამოყენებადია. მეორე ნაწილში ეს არის, რომ ჩვენ რეალურად ახლა ობიექტურად შევხედოთ ამ ნაწილს, რომ და შენ კითხულს დავუნა რატომ ჩვენ არა და რატომ ის და ეს არის ჩვეულებრივი კონკურენტული მოცემულობა, კონკურენტული სამყაროა, ვიცით რომ კონკურენცია თავისუფალია და დამოკიდებულია რაღაცების უნარებზე, მოქმედებაზე, მომზადებაზე, შემართებაზე და სურვილზე. ეს სურვილი მოდის ყველაფერი პოლიტიკურ ტექნიკიდან მიზანი რა გვინდა რომ მივიღოთ ხო ჩვენ ვამბობთ ხშირად გვესმის რომ ჩვენ ვართ ყველაფრის ჰაბი აბსოლუტურად გალაქტიკაში მარტო დედამიწაზე კი არა ну რა ვიცი ინტერგალაქტიკური მაგისტრალი საქართველოზე გადის ხო რაღაცა და ეს როგორც ეს აბრეშუმის გზა და ასე შემდეგ ხო ისტორია აქვს მაგრამ რას ვაკეთებთ აი ამ ჰაბის ეფექტურობისთვის რომ ამ ჰაბებმა რეალურად ეფექტიან და ეფექტურად იმუშაოს და რას ვაკეთებ ეს რიტორიკული კითხვა არ არის რა არის ესეთი ცნება მეცნიერულად მიღებული დადასტურებული არის მიღებული პარამეტრები რითიც იზომება გავლენა ანუ impact assessment მოდი ასე ვთქვათ რომ გავლენის შეფასება გავლენის შეფასება ნიშნავს იმას რომ არის ესეთი რაღაცეები რაშიც სახელმწიფო ან კომპანია აბანდებს რაღაც კონკრეტულ თანხას დროის რაღაცა ნაწილში მისი სტრატეგიიდან გამომდინარე უნდა მიაღწევს მაგრამ უნდა ავიდეს რაღაც მთაზე და მთაზე რო ახვიდეს შენ იმისთვის ემზადები ხო გჭირდება რაღაც ეკიპირება გჭირდება რაღაც დაბანდება საკუთარ თავში ეკიპირებაში მომზადება რაღაც ვარჯიშების გაკეთება
რაღაც სიმაღლის დაძლევისთვის ვარჯიში და შემდეგ დგება ის ანატრელი მომენტის კარგი ამინდი და კარგ გუნდთან ერთად და პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთად მიდიხარ და ადიხარ პიკზე იქნება 3000 მეტრი 5000 მეტრი 8000 მეტრი თუ ასე შემდეგ ესეც ეს პროცესია ჩვენ რა მომზადება გავიარეთ ხო აი სტარტაპ ეკოსისტემა გვესმის ხშირად ნუ რაღაცა მაგარია მთელი ამბები გრანტები სოფლიო ბანკი ეს გრანტები და სოფლიო ბანკის დაფინანსება რაც საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში იდება ფული ეს არ არის საჩუქრები ეს არის სესხები კიდევ ერთხელ კარგად გესმოდეს ეს არის სოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან გამოყოფილი კონკრეტული კრედიტება რომელიც ოდესღაც ჩვენ უნდა გადავიხადოთ და ამის გადახდას უკვე რაღაც უკვე პერიოდულად ვაგრძელებთ და ვიხდით გავიდა უკვე ზუსტად 10 წელი აი ამ პროცესების ძალიან აქტიური დაწყებიდან ერთი ნაბიჯი არ ყოფილა ანუ დიდი სურათის დანახვის პრინციპია ეგეთ ვიცით ყველამ ხო რომ ორი ნაბიჯი უკან უნდა გადადგა რომ შეხედო დიდ სურათს რომ დაინახო დიდი სურათი და რაღაც თანამედროვე ბევრი საგანმანათლებლო მოდელი და მეთოდია რომ დაგვეხმაროს რომ უკეთ როგორ ვისწავლოთ რასაც ვაკეთებთ ის და ზუსტად ეს პროცესია ჩვენ ამ 10 წლის მანძილზე ერთი ნაბიჯი არ გაგვიჩერებია პაუზა რომ დაგვენახა დიდ სურათში რას ვაკეთებთ სად მივდივართ რა არის ეს გავლენა იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვაღიარეთ რომ რაღაცა შეიძლება შეცდომით ვაკეთებთ და ეს აღიარება არ დავდეთ და არ დავბრუნდით უკან და არ შევისწავლეთ სადაც ეს შეცდომა ვერაფერს ვერ გავაკეთებთ არ გამოვა არაფერი კარგი და იქნება ეს უბრალოდ პროცესისთვის იქნება ეს ქმედებები რაღაცა მარტო რაღაცა არაშედეგზე არა პროცესზე ორიენტირებული ჯაიფლობა ბიუროკრატიაში ბიუროკრატიას არაჯანსაღ ბიუროკრატიას და არასწორ არაშედეგზე მიმართულ ბიუროკრატიას მიყვება უკვე შემდეგ კორუფცია კლეპტოკრატია და ბაბაბა ასე შემდეგ კლეპტოკრატიაზე რო არ დავგალო შენზე ჩვენი მკითხველები მაყურებლებიც ერთ პოსტი ქონდა ძალიან მარტივი განმარტების დადებული და თუ დაინტერესდება ვინმე შეუძლია ნახონ და მიხვდებით რომ რატომ აი ამ კითხვა შენსას რატომ სომხეთი და რატომ არა საქართველო რომელსაც თითქოს ეს არჩევანი უფრო ლოგიკურია ყველა მეცნიერად დასაბუთებადი პარამეტრის ქვეშ იმიტომ რომ ქვეყნის გეოგრაფიიდან გამომდინარე ჩვენ უფრო გახსნილები ვართ ჩვენ გვაქვს საზღვაო კავშირი ევროკავშირთან და სახმელეთო კავშირი ვართ მართლა ამ კვანძზე რომელიც აღმოსავლეთს და დასავლეთს აკავშირებს და ჩვენ შეგვიძლია გასასვლელი გვაქვს ძალიან დიდ ქვეყნებზე მათ შორის სომხეთზეც ის მაგისტრალები რომელიც სასიცოცხლო აუცილებელია ამ NVIDIA-ს ქარხნისთვის ზოგადად აი ამ თანამედროვე ციფრული სამყაროს გამოწვევების დასაკმაყოფილებლად უფრო საქართველოზე გადიოდა და გადის კიდევ მაგრამ აი ამ ბოლო 5 წელიწადშიც რომ შევხედოთ ძალიან შორსაც ვარ წავიდეთ ხო აი ამ პოსტ-კოვიდურ კოვიდამდე პერიოდში როცა რაღაც მოგვა რა გადაწყვეტილებები იქნა ჩვენს ქვეყანაში მიღებული, როცა ქვეყანამ ნებაყოფლობით დათმო ისეთ სტრატეგიულ უპირატესობებზე და ისეთ სტრატეგიულ ინსტრუმენტებზე საკუთარი პოზიციები და საკუთარი პოზიციიდან ნებით გასცა ეს სხვა მეზობელ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენს კონკურენტებზე და ჩვენ დავკარგეთ ეს კონკურენტული უპირატესობები. არაფერი აღარ გაგვაჩნია გარდა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის. რემარკა მინდა გავაკეთო. შენ ნებართვი ძალიან საინტერესო ვსჯელობ, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ. ხო, გასაგებია ბოლო წლებში, მაგრამ მოდი ეს ცოტა გრძელვადიანად შევხედოთ პროცესს. ხო, არც წინა წლებში არ მოგვიწყვეტია ალბათ ვარსკვლავები. ეხლა რას გულისხმობ? ხო, აი დაოსის ფორუმები რო ავიღოთ რა. კი ბატონო. ეხლა მე იმასაც ნამდვილად ვერ დავწამებ, ვერც ერთი ფორმაციის, თუნდაც იგივე ეკონომიკის სამინისტროს, ან თუნდაც იგივე პრემიერის ადმინისტრაციას და აპარატს, რომ იქ რაღაცა B2B შეხვედრები არ ყოფილა, კომუნიკაციები არ ყოფილა, იყო და ეს იმედი მაქვს არის და იმედი მაქვს რომ გაგრძელდება, მაგრამ აი რა ავიღოთ აი თუნდაც იგივე საერთაშორისო სიმპოზიუმები, ხო, აი დაოსის ეკონომიკური ფორუმები და აი რამდენ კომპანიასთან იყო ხოლმე, აი რომ გაჟღერდებოდა ხოლმე ინფორმაცია, ჩვენც ამას ხშირად ვაშუქებდით და ვაშუქებთ, ხო? რო აი შეხვდა პირობითად თავრობის ადმინისტრაცია, მაგალითად კომპანია Ferreros, ან კომპანია რაღაც რომელიღაცა კომპანიას აღარ ჩამოვთვლი რეკლამაში ვერ ჩაგვეთვალოს, ხო? ანუ ესენი იყო, მაგრამ თითქოს მე რაღაცა მარილი აკლდებოდა ხოლმე, ხო? ანუ აი რაღაც იყო შეხვედრა, მაგრამ მე საქმეზე ვეღარ დგებოდა, როგორც წესი, ხო? მე დარწმუნებული ვარ, რომ NVIDIA-სთანაც იქნებოდა, ან თუნდაც Microsoft-თანაც იქნებოდა რაღაცა ტიპის კომუნიკაცია, მაგრამ ფაქტი ხო სახეზე არის რომ ეხლა ძალიან სწორად აღნიშნე და ძალიან რთულია არ დაგეთანხმო რომ საქართველოს რეგიონში ნურავის ნუ ეწყინება ნუ სომხეთს და ნუ აზერბაიჯანს საქართველოს აქვს ძალიან მაგარი გეოგრაფიული პოზიციონირება ეხლა მაღლა პირდაპირი კავშირი ევროპასთან ზღვით და მე უკვე შავი ზღვის კაბელით რა თქმა უნდა პოზიციონირება რომელიც აღარ არის საქართველოს საკუთრებაში რომელიც აღარ არის კომპანიის საკუთრებაში აი ამაზეც მე კონცენტრირდეთ ორი სავაჭრო ურთიერთობა
ევროკავშირთან DCFTA-ის ნაწილში და ჩინეთთან. ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები. ანუ ყველა პარამეტრი ხო გლობალური კომპანიისთვის, რაც იქნებოდა ხო ბიზნესის დაწყება და სიმარტივე და ასე შემდეგ და აღარა გვაქვს სიმარტივე და ის აი მოდი მაგაზე დასაკვეხნეს აღარ არის. აი მოდი ვიმჯეროთ მაგაზე. ხარო აი მაინც ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, ესე იგი რაღაცა ვერ გავაკეთეთ კარგად. და ვერ ვაკეთებთ ესე მარტივად ხო? კი სანდრო, კი და მარტივად შეძლო თქვა. იგივე ეს დავოსი იქნება თუ სხვადასხვა ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობა რაღაცა ეს რა თქმა უნდა კარგია, სულათის გადასაღებად და მე რაღაცა თუმცა ბოლოს აღარ მიგონია. მაგრამ შემდეგი გაგრძელება Nvidia ახსენეს შენ და Microsoft-ი ახსენე და Apple-ი ახსენე ამ კომპანიებთან რა თქმა უნდა იყო კომუნიკაცია, პირადად მე მქონდა ეს კომუნიკაცია, როცა ვიყავ იმ ორგანიზაციაში, რომელშიც ვიყავი თუ სამინისტროში, ეს ინფორმაცია დამალული არ არის, არის მის არქივში სამინისტროში, შეუძლია გამოიყენოს სამინისტრო თუ ჩათვლის რომ იყოს. იმიტომ იქ ძალიან მნიშვნელოვანი აბიჯები იქან გადადგმული მაშინ და ბევრი რაღაც შედეგიც მივიღეთ ამ ურთიერთობით. პლუს იყო ურთიერთობა განსილებით დიდი ევროკავშირის სტრუქტურებთან და ევროპარლამენტის სტრუქტურებთან, თქვენ ვიცით რომ არის ესეთი ძალიან დიდი პროექტი Horizon Europa, Horizon Europe, რომელიც 95 მილიარდი ევროს ღირებულების ბიუჯეტი აქვს, რომელშიც ექსკლუზიურად საქართველოს იღებს მონაწილეობას რეგიონში. მე ჩვენ ასოცირებული ქვეყნის სტატუსი გქონდა. თუმცა ამისთვის აწევროსაც ვიხდეთ ჩვენ ისე არ არის მარტო, მაგრამ ჩვენი მონაწილეობით ბოლო წლების განმავლობაში, იმიტომ ეს პროექტი დაკარგული იყო და 2019 წელს მე რო არ გამეცოცხლებია, მე რამ შემთხვევით მოხვდა გაუგებრობაში, საერთოდ დაკარგული ჰქონდა, იმიტომ საქართველოს სახელმწიფოზე სამინისტროს განათლების, ვისაც 2016 წელს ხელი ჰქონდა ამ ეგრიმენტზე მოწერილი, არც იცოდა რო არსებობდა ამ იმასთან და მისი წარმომადგენელი ჩამოსული იყო პირდაპირ გაგდებით გააგდეს ქვეყნიდან და შემთხვევით შევეჩეხეთ ჩვენ მაშინ და მოვაბრუნეთ და ჩაერთო, მაგრამ ამ პროექტს არის კოლევაზე დაფუძნებული დაფინანსება უშველებელი არის წვდომა უშველებელ ესეთი Research and Innovation-ის მიმართულებით კოლევითი ცენტრებია, ესეთი joint research ცენტრებია ევროპაში რამოდენიმე უშველებელი გიგანტები, სადაც ასევე ვიყავი, როგორც მთავრობის წევრი და როგორც არამთავრობის წევრი შემდეგ, სადაც ხდება ევროპული ინოვაციის კერებია, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მხრიდან და ყველა ეს დიდი კომპანია იქ ტრიალებს. იქ ჩვენგან ანუ სამწუხაროდ გარდა ოფიციალური დელეგაციების საქმიანი ვიზიტი არავინ არ მიდის, იმიტომ ეკოსისტემა ესეთი რომ საუბრობთ არ შეიქმნა გადავიდეს მონეტიზებაში. რომ გადავიდეს მონეტიზებაში, საჭირო ხა მარტივ მაგალითს გეტყვი, Microsoft-ის ნაწილში უბრალოდ მოიკითხეთ, კვლევა გააკეთეთ ჟურნალისტებმა, საჯარო დაწესებულებები იქნება კომერციული, რამდენი იყენებს ლიცენზირებულ პროგრამას და ამ ნაწილში რა კომუნიკაციები არის Microsoft-თან. და ერთი მხრიდან რომ ამბობ წავალ და მე რაღაც Bill Gates-თან სურათს გადავიღებ როგორც ოფიციალური პირი და შემდეგ იქ რომ ნახავს მის თანამშრომლები უბრალოდ Google-ში და თავის საძიებო სისტემაში და ნახავენ რომ უშველებელი წითელი დროშა აკვრი ამ პატარა ქვეყანაზე ამ ნაწილში რომ მიდგომა ეს ხო კულტურაა, ანუ ეს იყო მუშაობის კულტურა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან რეალური ნაბიჯები უნდა გადაიღოს, როცა კერძო სექტორი ამისთვის არ აქტიურობს და სხვა პრიორიტეტები აქვს იმას, ანუ ბიზნესის კეთება კი არა, ფულის შოვნის კეთება არის აქ და რაღაცა დამახინჯებული ქალაქის შედეგად ფულები შევად ჯობია, ხო? ანუ ნებართვა არასწორად გაიცეთ რაღაცა ჩვენი ინდუსტრია რეალურად რაზეც არის ამ ნაწილში, მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნა ეს ეკოსისტემა, რომ გამომდინარე საჭიროა კერძო კაპიტალი იყოს ამაში. ყველა ვიცით ხო რაღაც seed finance-ები, venture capital-ი იყო ამის მცდელობაც, რომ ეს პროცესი აი დიდი ხანია მივდიოდითო. დავაკვირდეთ აქსელერაციას, როდის ხდება აი ამ ტექნოლოგიური სტარტაპების და თუმცა 60-იან წლებში დაიწყო სილიკონის ველის ამბავი, მაგრამ ნელ-ნელა წამოვიდა, ხო და განსაკუთრებით ბოლო 15-20 წელს პოსტ-კოვიდურ პერიოდში კიდევ უფრო, კოვიდამდე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, წამოვიდა ეს ყველაფერი და შემდეგ უფრო დაჩქარდა ტექნოლოგიურად. კაპიტალის კიდე აი რომ დავასვას კაპიტალის მოზიდვა რაშიც უნდა ჩაიდოს ფული, ეს არის კვლევა, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. ეს არ არის რაღაც გამოვთალე და არტი გახდა და რაღაც მილიარდად გაიყიდა რაღაცა, ხო? ამას სჭირდება კვლევა, მიზანმართულება და ის გარემო, რომელიც სამწუხაროდ შეიქმნა ამ ქვეყანაში და ამ დარგში ვინც არის ჩართული და ვინც უნდა იყოს, სახელმწიფომ უკვე მტრად გამოაცხადა, დევნის ამ ხალხს და ხდება ისევ და ისევ ამ კლექტოკრატიული მიდგომით შერჩევა ვიღაცების და არ ჩამოყალიბდა, ვერ ჩამოყალიბდა მსხვილი venture capital-ის ფონდი, იმიტომ რომ ეს ბაზარი ჯერჯერობით საერთაშორისო კაპიტალის ჩამდებებისთვის არ არის საინტერესო, იმიტომ კულტურა და რაღაც არის. ამიტომ შეიძლება შეუწყო ხელი ამართულებით წახვიდე. მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით ხარჯვას ისეთ სისულელეებში, როცა რაღაცა ხაჭაპურის და ხინკლის
რეკლამირება არის მარტო ამ 21 საუკუნეში ამ ტექნოლოგიურ ერაში და ამ რევოლუციის შემდეგ, როცა რაღაც ციფრულ სამყაროში გადავედით, მაინც ამ ნაწილში და ყოველდღე ვიგებთ ახალ გადაწყვეტილებებს, რომელიც რაღაცა ჟოლოს იმას იმსახურებენ ჯილდოს სახელმწიფოს მხრიდან რაღაც მილიონობით ლარები იხარჯება რაღაც ხაჭაპურის პოპულარიზებისთვის პირობითად და რა სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბაზე გვაქვს საუბარი, რისთვის უნდა შემოვიდეს ეს ნაწილი, ხო? ანუ შენ კითხვას ისე რომ უპასუხო, არა დიდაქტიკურად პასუხი, სურათების გადაღება საკმარისი არის, საჭირო აღსრულება სჭირდება შესაბამისი ალეგორიულად თქვა აღჭურვილობა, შესაბამისი პროფესიონალური მომზადება და ჭირდება შესაბამისი კარგი გიდი, რომ ყირიმაწვერზე რო აგიყვანოს, როგორი მაგარი ტიპიც არ უნდა იყოს, კარგი სირბილი შეგეძლოს, თუ შენი არიცი ასვლა, თუ არიცი კარგად კვანძის გაკეთება, ბიზინა გუჯაბიძის ან სერტიფიცირებული გამყოლის გარეშე მაღლა ვერ ახვალ და თუ ახვალ ჩაიფლობი, ჩაიყინები და გახდები თავისკივილი უკაცრავ მაშველი. ამიტომ იგივეა რა, პროფესიონალიზმი, საჭიროა პროფესიონალური მიდგომა. და რა თქმა უნდა და რეალური პატრიოტიზმი, უკვე კორპორატიული პატრიოტიზმი, ის არა, სადღეგრძელო დავლია 5 ლტრიანი ყანწით. რეალურად, თუ ეს ბიზნესია, ბიზნესმაც უნდა დადოს სახელმწიფო და გონივრად უნდა წავიდეს. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ სამყარო რა მიმართულებით ვითარდება. ჩვენ კიდევ ამ მიმართულებაზე ვეწინააღმდეგებთ. ომი გვაქვს გამოცხადებული ყველაფერ დასავლთან, ანუ რომ მივიღოთ მონაწილეობა, ანუ ეს Joint Research Centers მუშაობაში, ანუ რეალურად აგენტურული საქმიანობა გამოგვდის. და ჩვენ მივედით კანონმდებლობით იქამდე და გარემო ისეთია, რომ ჯანსაღი ინვესტორი რატომ წამოვა, როცა ის სამიზნე ჯგუფი ასაკობრივადაც, განათლებითაც აქ არ არის ხელშეწყობილი და პირიქით რაღაცა აგერ 20-21 წლის ბავშვი თუ ხარ, უნდა ციხეში იჯდე, ხა სხვანაირად არ გამოდის აქ, ხო? ანუ საკუთარი აზრი თუ გაგაჩნია, მორჩა და ეს უბრალოდ რაღაც ბუტაფორიული იმაში ყალიბდება. ჩვენ უბრალოდ მივაწვეთ ისევ ხაჭაპურის და ხინკლის პოზიციონირებას. ნიკოლოზ, აი ძალიან საინტერესო არის შენთან საუბარი ყოველთვის, აი ძალიან მენიშნა და მე ეგ თემა შეგვიძლია ცალკე გავშალოთ. ძალიან მცირეა, ახლა მე არ მინდა რაღაც ციფრებით ჟონგლიორობა, მაგრამ ძალიან მცირეა საქართველოში რაოდენობა ოფიციალური პროგრამების. აი ოფისები ალბათ ახლა აი Microsoft-ის ოფიციალური ლიცენზირებული დივაისები არა აქვს ბევრ კომპანიას და მათ შორის ძალიან ბევრ გლობალურ, მათ შორის მსხვილი ქართული კომპანიები შემიძლია მოიხსენიო. აი წარმოვიდგინოთ, რომ ერთჩვენიერ დღეს გახდა აზერბაიჯანი, ჩვენი მეზობელი, როგორც ქვეყანა, ოფიციალური დილერი ამ შემთხვევაში Microsoft-ის სერვისების, ხო? აბსოლუტურად თამაშგარე მდგომარეობაში დავრჩებით. რისკებია ეს? არა რა, ეს რისკებია, ეს არის გამოთვლადი, არის რისკები, რომელიც გამოთვლადია და რომელზეც ვცდილობ რომ პრევენცია მოახდინო და ესეც მეცნიერული მიდგომაა და ეს არ არის რაღაც ყავას ჩახედვის დონეზე. და შესაბამისად ეს ყველაფერი არის ძალიან გამოთვლადი, ეს გამოთვლილია უკვე დიდი ხანია ეს პროცესი მიდის, თუმცა არანაირი ნაბიჯი აქ არ იდგმება და ეს დიდი გეპია. ისევ და ისევ ეს არის მართლობითი კულტურის პრობლემა, რომელიც უკვე გროვდება და რაღაც კდება, როცა ჩვენ ამით კარგავთ და დავკარგეთ კონკურენტული უპირატესობა. გვიანი რა თქმა უნდა არასოდეს არ არის, თუმცა ნაბიჯები გვჭირდება. აბსოლუტურად გეთანხმები, აი გადავაჭარბეთ ახლა ყველანაირ დროს, მაგრამ ღირდა. ისეთ საინტერესო საუბარი გქონდა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოზ ალავიძეს საინტერესო აქცენტებისთვის. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით უკვე 13 საათზე, ასევე ძალიან საინტერესო გამოშვებით, ახლა კი პრესის მიმოხილვის